ხალი არ არის რომ ქართული ოცნება ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად და ძალადობენ ყველაფერზე, რაც კი მიაჩნიათ რომ მათთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. დღევანდელი მდგომარეობა ტრიალეთის მიმართაც არის ზუსტად იმ ძალადობის გაგრძელება, რასაც ჩვენ უკვე ბოლო წლებია ვხედავთ ადამიანების მიმართ, სამოქალაქო სექტორის მიმართ, პენსიონერების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ, ჟურნალისტების მიმართ. ხელისუფლება ძალადობს ყველაზე, ვინც მიაჩნია რომ ელემენტარულად წარმოადგენთ მათთვის გარკვეული ტიპის საფრთხეს. ძალადობენ ყველაფრით, ძალადობენ ფინანსური რესურსებით, ფინანსური ზეწოლებით, როგორც მაგალითად დღეს ტრიალეთის მიმართ ხორციელდება. ძალადობენ პოლიციელებით, ძალადობენ აბსოლუტურად ყველა მექანიზმით, რაც მათ ხელს გააჩნიათ, კანონიერი თუ უკანონო მეთოდებით. მე იმედი მაქვს, რომ ტრიალეთი ამ ზეწოლას გაუძლებს, იმიტომ რომ ტრიალეთი უკვე წლებია, რაც თავისუფალ სიტყვის სადარაჯოზე დგას, აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების პირობებში მათ გაიარა ძალიან რთული გზა და აი ამ რთულ გზასაც გაივლის ჩვენი მხარდაჭერით, საზოგადოების მხარდაჭერით და იმედი მაქვს ძალიან მალე ტრიალეთი დაუბრუნდება ასე თავისუფალ რეჟიმში საზოგადოებას.